საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების და გლობალური დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. დიპლომატიის როლზე სასაუბროდ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ახლა თურქეთში არიან შეკრებილები. ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს საქართველო. მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ეს სამი მიმართულება დაასახელა პრიორიტეტად პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა. იყო გზავნილები არაფორმალური ძალების ნეგატიურ გავლენებზე, გარეთ ჩარევებზე, უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, გარედან დაგეგმილ ქმედებებზე. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროკავშირთან დღევანდელ ურთიერთობაზეც. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშვიდობისთვის დიპლომატიური ინსტრუმენტების და პრაგმატული პოლიტიკის გამოყენების საჭიროებაზე. ხაზგასმული იყო სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და წარსულის გამოწვევების შემდეგ ახლო რეგიონული კავშირები. ფორუმს პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დიპლომატები, აკადემიური წრების და ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებიან. თამუნაწიკლაური აშუქებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ თურქეთიდან. თამუნა, უფრო კონკრეტულად, რა გზავნილებით არიან ახლა ლიდერები ანტალიაში შეკრებილები? პანელურ დისკუსიებზე მსჯელობა დიპლომატიის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე და ორმხრივი შეხვედრები. ასეთი იყო დღევანდელი დღე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, მათ შორის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო და ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და მთავარი საკითხი, რაზეც ამ შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა ისაუბრეს, ბუნებრივია, ეხებოდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რომ იმ პროექტებთან მიმართებაშიც, რომელსაც ორი ქვეყანა ერთდროულად ახორციელებს და სწორედ ამ პროექტების, საერთო პროექტების როლზე ისაუბრეს მხარეებმა რეგიონისათვის და არა მხოლოდ რეგიონისათვის, არამედ რეგიონისა და ევროპის დაკავშირებადობის მიმართულებით და მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც. ცოტა ხნის წინ ასევე პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე, რომ ის მოხარულია რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრით და რომ საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია. დღესვე ასევე პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა EUTOS გენერალურ მდივანთან. ამ შეხვედრაზე კი უკვე მთავარი საკითხი შეეხებოდა საქართველოს თანამშრომლობას, საქმიანობას EUTOS ფარგლებში, მათ შორის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა EUTOS გენერალურ მდივანს ქართული მხარის მზადყოფნა ღია დიალოგისათვის საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში და მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორუმში. წელსაც ჰქონდა საშუალება პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ხაზი გაუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში და ასევე ეს ფორუმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და ბუნებრივია ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ. EUTOS გენდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა, აქ საუბარი ჰქონდა რა თქმა უნდა EUTOS-თან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ჰქონდა საინტერესო დისკუსია. მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა, ეს არის ის მთავარი თემა, რაზეც ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები მსჯელობენ მათ შორის პანელური დისკუსიის ფარგლებში და ეს იყო თემა ლიდერთა პანელური დისკუსიისა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ასევე დაესწრო თავად ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, პლენარულ სხდომას, რომელიც გახსნას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც პატრონაჟითაც ტარდება სწორედ ანტალიის დიპლომატიური ფორუმი უკვე მეხუთედ ანტალიაში და ბუნებრივია მოვისმინეთ გზავნილები თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტის მხრიდანაც. უფრო დეტალურად როგორია გზავნილები ანტალიიდან, ერთის მხრივ თურქეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მეორეს მხრივ ქართული დელეგაციისა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეგვიძლია მოვისმინოთ და ვნახოთ უკვე რეპორტაჟი.
გლობალური არასტაბილურობისა და გამოწვევების ფონზე დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობა სტაბილური მშვიდობისათვის. ამ მთავარი გზავნილით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მონაწილეებს. იმ ფორუმის, რომელიც თავად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟითა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ანტალიაში უკვე მეხუთედ იმართება. შესაბამისად, ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც ფორუმს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერი სტუმრობს და მსჯელობენ მიმდინარე კონფლიქტებისა თუ გამოწვევების ფონზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ლიდერებმა მსოფლიო მშვიდობისთვის. დღეს ვხედავთ, რომ ეს გლობალური ფორუმი იქცა გლობალური ინტელექტის, გლობალური ფუნქციების და მომავლის იმედის საერთო პლატფორმად. მსოფლიო განიცდის არა მხოლოდ ძალაუფლების კრიზისს, არამედ ორიენტაციის კრიზისსაც. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სერიოზულ და საშიშ ზღვართან ვდგავართ, მაშინ, როდესაც სისტემა, რომელიც წესებზე დაფუძნებულად მიიჩნევა დუმს იქ, სადაც ეს წესები ირღვევა. მექანიზმები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა და გლობალური უსაფრთხოების დაცვა ევალებათ, უძლურნი რჩებიან სასტიკი თავდასხმების წინაშე. აქ არსებული ძირეული პრობლემა არის სელექციური სამართლიანობა, ინსტრუმენტალიზებული პრინციპები და ჩვენი საერთო ღირებულებები, რომლებიც დაქვემდებარებულია ძალაუფლებრივ ურთიერთობებს. უწყვეტმა ესკალაციამ ჩვენი რეგიონი მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ პერიოდში კაცობრიობამ კიდევ ერთი გაკვეთილი მიიღო, რომ ომს ახალი გამარჯვებულები არ ყავს. უდაოდ ამ ომმა ყველასთვის, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებისთვის, ისტორიული გაკვეთილები დატოვა. თუმცა ასეთ პერიოდებში პირველი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა. ჩვენი გულწრფელი იმედია, რომ ცეცხლის შეწყვეტა სრულად განხორციელდება და ეს პროცესი მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს. პირველ რიგში თუ კაცობრიობა დღეს ვერ შეთანხმდება პასუხისმგებლობის და მომავლის სარგებლის ერთობლივ გაზიარებაზე, მაშინ 10 წელიწადში კონფლიქტები გაცილებით უმართავი და გაცილებით დამანგრეველი იქნება, ვიდრე დღეს არის. რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე. ყაზახეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის პროცესში, განსაკუთრებით მიმდინარე კონფლიქტების ფონზე და პანელის მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის პოლიტიკაც, რომელიც პრემიერ-მინისტრის თქმით მიზნად მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ისახავს. სოფლიოში ჩვენს ირგვლივ ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე: სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე და ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად ვხედავთ თუ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები: ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება. საქართველოს სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3% შეადგენს. ეს არის ჩვენი ხედვა. მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომით და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შევუწყობთ მშვიდობას. კონფლიქტებზე, როგორც მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე საუბრის გარდა, პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა არაფორმალური გავლენებიც და ისაუბრა ქართულ გამოცდილებაზეც. პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევად მიიჩნევს გამორჩეული ლიდერების სიმწირესაც. არადა როგორც ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, სწორედ გამორჩეულ ლიდერებს შეუძლიათ განსაკუთრებული როლი ითამაშონ დიალოგის, თანამშრომლობისა და დაკავშირებადობაზე აქცენტირებით.
ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია. ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. თუმცა ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას. ჩემი აზრით, არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია. კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის კარგი მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალ ეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიც არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. სამწუხაროდ ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალ ეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობისა და დიპლომატიაზე მსჯელობის ფონზე ანტალიის დიპლომატიური ფორუმი ლიდერებისთვის ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრის შესაძლებლობაცაა. ამ მხრივ დატვირთული იყო ქართული დელეგაციის დღის წესრიგიც. პრემიერ-მინისტრის გარდა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა ალბანეთის, ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან და ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ხედვებზე საქართველოსთან ჩვენს პერსპექტივაზე გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე ეს საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდეს შეხვედრები კოლეგებთან, ჰქონდა შეხვედრა ჩემს ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგასთან, ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და ვისაუბრეთ ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში უკვე მეხუთედ თურქეთის პრეზიდენტის პატრონაჟითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.